მეგობრებო, მოგესალმებით, საჯარო გაშლა თემა. გვაქვს ასეთი, როგორ მხედავს ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. ნახეთ, შეიძლება ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი. მამაკაციც ადამიანი. ნება თქვენია, ვის ჩაიფიქრებთ, უბრალოდ ეს, იმიტომ გავაკეთე ამაზე აქცენტი, რომ მიხვდეთ, რომ კონკრეტულად მამაკაცების ირგვლივ არ ვიტრიალებთ, ზოგადად ნებისმიერი ადამიანი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, რა ვიცი, თანამშრომელი, ნათესავი, ყოფილი მეგობარი, დაქალი, იგივე პარტნიორი, თუნდაც ამჟამინდელი, ხო? ნება თქვენია, არ ხართ შეზღუდული. მაშა სადამე სამვარიანად ვნახოთ, როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა, როგორი ხართ მის თვალში. ისე ხედავთ, როგორიც ნამდვილად ხართ, თუ ისე როგორიც მას უნდა რომ დაგინახოთ, ხო? პირველი ვარიანტი. მისი თვალით დანახული. და ორი ვარიანტი გვექნება დღეისთვის, მისი თვალით დანახული თქვენ. პირველი ვარიანტი იქნება მწვანე, ავანტიურინი, მეორე ვარიანტი იქნება ლაბრადორიდი. დახუჭეთ ახლა თვალები. შეგიძლიათ დაინახოთ ნებისმიერი ადამიანი დახუჭული თვალებით. შეგიძლიათ ორივე ვარიანტიც დააკავოთ, თუ ამის სურვილი გაქვთ და მოდით ჩვენ ახლა ვნახოთ, როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. ვინც არ მოასწარეთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. ჩაფიქრებული ადამიანი თქვენ ხედავთ ძალიან საინტერესო ადამიანად აღიქვამთ ყოველ შემთხვევაში. გაქვთ ესეთი მომენტი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიყურებთ ეკრანს მიღმა რამდენი წლის ხართ. თქვენ გაქვთ იმის უნარი, რომ ადამიანებში დატოვოთ ცით როგორი შეგრძნება, აუფანცქალოთ გული, ისე როგორც შეიძლება ბაღში სიყვარულის, ან სკოლაში პირველი სიყვარულის შეხვედრის დროს უფანცქალებდა და გიფანცქალებდათ გული, ხო? უბრალოდ იმას უფანცქალებდა გული. ანუ თქვენ ტოვებთ ამ შეგრძნებას, ვეღარ გამოვთქვი ჩემი აზრი. ხო? აი რაღაცნაირ ისეთ ბავშვურ გრძნობებს აღვიძებთ ადამიანებს. შესაძლებელი ესეთი ოპტიმისტი ადამიანი ხართ, ძალიან შემეცნებითად გახსნილი ადამიანი ხართ, ხო? ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის რაღაცა სიახლეების გასაგებად, ყველაფერი აინტერესებს, საინტერესო მოსაუბრე ხართ. თქვენთან ადამიანი არ მოიწყენს, ხო? და ყოველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საკმაოდ ესეთი მარტივი ხასიათი ნამდვილად არ გაქვთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, თქვენ შეგიძლიათ ადამიანებში გააღვიძოთ ისეთი გრძნობები და ემოციები, რომელიც რაღაცნაირად განგვიცდია ალბათ თითოეულ ჩვენგანს თინეიჯერობის დროს, ბავშვობის დროს, თქვენ თვითონ ხართ ასეთი, შესაძლოა იმიჯი გაქვთ ასეთი, ან თქვენი შინაგანი სამყარო ხშირად იცვლება ხოლმე, საინტერესო ხართ, ანუ ერთფეროვანი ნამდვილად არ ხართ. მოკლედ ასე ხედავთ ადამიანი, ასე აგიქვამთ ადამიანი, კიდევ როგორ ხედავთ, მოდით ვნახოთ, როგორი ხართ მისი თვალით დანახული. ცხრიანების ხმლები, საიდან მოდის ეს? თუმცა შესაძლებელი ადამიანი ასევე ფიქრობდეს, რომ კონდათ გარკვეული წარუმატებელი, არ ვიცი, ოჯახური თანაცხოვრება კონკრეტულ ადამიანთან, ანუ ოჯახში რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ოპტიმისტი ხართ და ძალიან ხიარული ადამიანი ხართ, შესაძლებელი ყველაფერი რიგზე არ იყოს. ან პირად ცხოვრებაში, ხო, როგორც ასეთი, ან უშუალოდ აი ოჯახთან დაკავშირებით, რთული ბავშვობაც შეიძლება იყოს, ხო? ახლა ძალიან ისეთ ყველა სხვადასხვა ინფორმაცია მოერგება, ხო, ლოგიკურია, მაგრამ ადამიანი ხედავს, რომ რაღაცა სტრესი გაქვთ გამოვლილი, შესაძლებელია თანაცხოვრებიდან, წარსული ურთიერთობებიდან და რაღაცნაირად თითქოს ამ ნაწილში არ ხართ გახსნილი, ხო, ბოლომდე. არ ხართ გახსნილი ბოლომდე და ეს სტრესი რაღაცნაირად ფონურად მოყვებათ, ხო? კარგით. და რეალურად რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? რა გრძნობები აქვს ამ ადამიანს, ვინ ჩაიფიქრათ თქვენს მიმართ?
ამ ადამიანს თქვენს მიმართ აქვს გარკვეული იცით რა არის? თქვენ ამ ადამიანში ერთდროულად შეგიძლიათ გამოიწვიოთ რომანტიკული გრძნობებიც და შეგიძლიათ გამოიწვიოთ ძალიან დიდი სიბრაზეც, ანუ თქვენ გაქვთ ამის. ნახეთ, მე თავში ვახსენე, თქვენს ურთიერთობაში არის ეს სულილება, ხო, ხასიათი, შეგიძლიათ ერთ მომენტში ძალიან თბილი და მსრუნველი იყოთ, მაგრამ მეორე მომენტში რაღაცნაირად ჩაიკეტოთ, უარყოთ, არ მოუშვათ ადამიანი ახლოს, მიხვდით ხომ? და ადამიანიც რაღაცნაირად ასე სარკისებურად ხედავს თქვენს ამ რეაქციებს, მოდი ასე ვთქვათ, ხომ? იმიტომ რომ ადამიანი თქვენს მიმართ თბილად არის განწყობილი, ხო? მაგრამ აშკარად ან იმედი გაუცრუეთ, ან ის პასუხი არ მიიღოთ თქვენგან, რა პასუხსაც ვთქვათ ელოდებოდა. ახლა საკმაოდ ესეთი გაბრაზებულ პოზიციაში ზის. რაღაცა თითქოს უარყავით ადამიანი, ან რაღაცა მისი სცენარი ისე არ წაიყვანეთ, როგორც მას უნდა და შესაბამისად ახლა ადამიანმა არ იცის რა მოიმოქმედოს თქვენთან დაკავშირებით, ხო? კარგი. და რეალურად ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? მოდი ესეც ვნახოთ. ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? ექვსიანების ნახეთ, ბავშვობის არქანი ამოვიდა, ხო, ექვსიანების თასები მკაფიოდ და მკვეთრად და ძალიან ინტენსიურად არის დაკავშირებული. ნახეთ, თითქოს ამ ადამიანში შესაძლოა ბავშვობაც გაკავშირებდათ, ხო, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ვინ ხართ მისთვის? მისთვის ხართ ძალიან საინტერესო, გაქვთ რაღაცა მომენტში ისეთი შემხებლობა ენერგეტიკული, ხო? როდესაც ერთმანეთში აღვიძებთ რაღაცა ძალიან ნაცნობს, ძალიან თბილს. შეიძლება დანარჩენი პუნქტებით ერთმანეთს არ აკმაყოფილებდეთ, ხო? არ ვიცი, ვინ ჩაიფიქრეთ აქ, მე ვთქვი, რომ არ მივანიჭებ რაღაცა კონკრეტულ იმას, ხო? პოზიციას მაინც და მაინც, მაგრამ ადამიანს აქვს ერთმანეთს ეხებით რაღაცა პუნქტებით და ამ პუნქტებით, როდესაც ეხებით ერთმანეთს, განსაკუთრებულად თბილია, ასე ვთქვათ, თქვენი ურთიერთობები. განსაკუთრებულად კარგად გრძნობთ თავს, როდესაც ამ პუნქტებით ერთმანეთს ეხებით. თბილად და ძალიან ემოციურად კარგად ავსებთ ერთმანეთს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს პუნქტები ყველა მომენტში ეხება ერთმანეთს. გავაჩუმეთ, ჩემი ძაღლები აყებდნენ. მიხვდით, ხო? ამიტომ ფაქტი არის აქ ერთი, რომ ვიხართ აქ ადამიანისთვის, აქ ხართ კონკრეტული ძალიან ლამაზი ემოცია, რომელიც ბოლომდე მისთვის ხელმისაწვდომიანი არ არის, ან ბოლომდე მისთვის გასაგები არ არის. მიხვდით, ხომ? ანუ ადამიანს არ შეუძლია თითქოს ან თქვენ ქმნით ბარიერს, ან ეხლა ამ მომენტში თქვენ შორის არის ესეთი მდგომარეობა, რომ მაქსიმალურად ვეღარ კონტაქტობთ ერთმანეთთან, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ მისთვის თქვენ ხართ ან შესაძლოა წარსული, რომელიც რაღაცა ძალიან კარგი ენერგიასთან ასოცირდება. ან უშუალოდ არ ხართ წარსული, მაგრამ ვერ მოდის ადამიანი თქვენამდე, ვერანაირად ვერ გიდგებათ, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული სირთულეები თქვენ შორის და არსებობს გარკვეული, მოდი ასე ვთქვათ, ხარვეზები ურთიერთობაში, რაც არ გაძლევთ საშუალებას, რომ იყოთ სრულყოფილად ერთად. გამიგეთხო, მეგობრებო? ეს არის პირველი ვარიანტი. არის რაღაცა მომენტი, რაც ვერ ქმნის გარკვეულ ერთობლიობას. ხო? ეს არის პირველი ვარიანტი ჩემი პასუხი თქვენს შეკითხვაზე. დაგემშვიდობებით, ველოდებით თქვენს კომენტარებს, ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე როგორ რეზონირდით და ვარიანტი 2. თქვენ როგორ გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? მგონი თავად ვინც ჩაიფიქრეთ ის გვეწვია.
თუმცა ასევე შესაძლებელია რომ ადამიანი გხედავდეთ საკმაოდ შემოქმედებით ენერგიებში, პოტენციალით და ენერგიით სავსეს, თუ ეს თქვენ ხართ სიგნიფიკატორი. შესაძლოა ფოტოებით, საჯაროდ შეაჩვენებდეთ ხომ? დემონსტრირებდეთ ამ ყველაფერს. მთლიანობაში ადამიანი გხედავთ როგორც რესურსიან, ენერგიით სავსე ადამიანს. საინტერესო და გემრიელი ენერგიებით სავსე ადამიანს. ნახოთ, აბა კიდევ როგორ გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. ხმლების მეფე, სამიანების თასები, აქ რაღაცა სუფთად არ არის, ხო? თითქოს გულწრფელები არც ერთი მხარე ხართ და არც მეორე მხარე ამ ურთიერთობაში გულისხმობ. თითქოს მესამე პირებიც არიან აქ. იმიტომ რომ ეს არის არა მხოლოდ თქვენ დანახული როგორც ასეთი, ხო? მისთვის საინტერესო, მისთვის გემრიელი ენერგიის მატარებელი, მაგრამ ამავდროულად თქვენ როგორც ქალი ცალკე, ხო? რო გადავდოთ გვერდზე. თქვენი სხეული, თქვენი ენერგია, თქვენი ფიზიკური მონაცემები, ხო? მთლიანობაში ადამიანი გხედავთ თქვენ რომ გაქვთ პრეტენზიები ამ ადამიანთან, თუმცა ამ ადამიანსაც აქვს პრეტენზიები თქვენთან და მე პირადად შეგრძნება მაქვს რომ ერთი მხარეც და მეორე მხარეც ვინც აქ ჩაგიფიქრეთ და ჩაიფიქრეთ, ხო შეიძლება ასე ითქვას. ორივე მხარე ერთმანეთს შესაძლებელია ადანაშაულებდეს არასწორად აღქმულ და დანახულ რეალობაში. ან ნახეთ, თქვენ ადამიანის შესაძლებელია გაბრაზებული იყოს თქვენზე, რომ თქვენ ისე ვერ დაინახეთ, ვერ შეაფასეთ და აქეთ პრეტენზიები გამოთქვით და თქვენც პირიქით ხართ ზუსტად აი სარკისებურად იმეორებთ იგივეს, რაშიც ადამიანი თქვენ გადანაშაულებთ, თქვენ იმას ადანაშაულებთ. ზუსტად ერთი და იგივე სარკისებური ეფექტი არის აქ. იმიტომ რომ თითქოს აქ ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ არ არის სადღაც ბოლომდე გულწრფელობა. სადღაც რაღაცები არის დაფარული, არ არის გულწრფელობა. კარგით, ვინ ხართ ამ ადამიანისთვის ახლა? რა როლს თამაშობთ, ვინც აქ ჩაიფიქრეთ? თასების დედოფალი. თარგანის სიკვდილი. ცხენების კვერთხი. არ ვიცი, სხვასთან შექმენით ოჯახი თუ დაკავებული ხართ, თუ ეს ბატონიც, რატომაც მინდა ვთქვა, რომ ბატონიც დაკავებულია, ნახეთ. საბოლოო ჯამში შეგრძნება რჩება ისეთი, რომ აქ ვიღაცა ყოფილს ათვალიერებთ, რომელთანაც ქონდათ რაღაცა ეპიზოდი ფლირტის, შესაძლო ურთიერთობის. ძალიან გავს ეს ყველაფერი ამას, იმიტომ რომ ინფორმაცია მოდის ძალიან ინტენსიურად, რომ თქვენ არ ხართ თითქოს ახლა ამ ადამიანის გვერდით, იმიტომ რომ ჩანს ან სამკუთხედი, ან სულაც ოთხკუთხედი შეიძლება იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავ, გააჩნია სიტუაციას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტანგოს მოცეკვავებს არ ვხედავ აქ, ხო? იმიტომ რომ ტანგოს ამში არ იცეკვება. აქ ადამიანი გხედავთ, რომ
თქვენ პოზიციონირებთ იმას, რომ თქვენ ხართ გამარჯვებული, რომ ხართ ბედნიერი, რომ აღარც გაინტერესებთ, თქვენ გარკვეულ სამომავლო გეგმებისკენ იყურებით, რომ თქვენი სამყარო გაქვთ. თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი როლი და დიდი ტრანსფორმაცია შეასრულეთ ნამდვილად. და ზუსტად ამიტომ ეს ადამიანი ვერ გიგდებთ გონებიდან. ვერ გიგდებთ გონებიდან. ძალიან უნდა, მაგრამ ვერ გიგდებთ გონებიდან. რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში ახლა? არ იცის როგორ მოვიდეს, არ იცის რომელი მხრიდან მოვიდეს, ბრაზობს ამასთან დაკავშირებით. მე არც გერჩევდით ამ ადამიანის შემოსვლას ისევ თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ თითქოს ადამიანს თქვენგან რაღაცა ენერგია უნდა, კონკრეტული ენერგია უნდა. რაღაცა უნდა, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოს და ზუსტად ამიტომ შეიძლება ადამიანი არ გრძნობს თავს კარგად საკუთარ თვითშეფასებასთან. შეიძლება ისე დაუნგრიოს თვითშეფასება, რომ არ გრძნობს თავს კარგად, ხო? ამიტომ მე აქ მოგცემდით რჩევას, რომ თუნდაც ეს იყოს ელემენტარული, აი მოდი შევხვდეთ, მოდი რაღაცა მიმოწერა გქონდეს, მოდი რაღაც ვიფლირტაოთ, ხო? არ ქნათ ეს, იმიტომ რომ ადამიანი ამას გააკეთებს ხოლმე და მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცნაირი აი ეს სიბრაზე, რაც აქვს საკუთარ თავში, რაღაცნაირად დაიკმაყოფილოს. ანუ არ იქნება ბოლომდე გულწრფელი. ან თუ გინდათ რომ რაღაცა ეს ბოლო სიტყვა თქვენსკენ დარჩეს და რაღაცნაირად თუ კი კონფლიქტი გაქვთ და ნაკონფლიქტარები ხართ ამ შემთხვევაში და გინდათ რომ ბოლო სიტყვა გამარჯვებული, ესე იგი თქვენთან დარჩეს, მაშინ აღარ შეხვედეთ ამ ადამიანთან კონტაქტში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი ადამიანი შეეცდება კონფლიქტის მერე კონტაქტის აღდგენას, მხოლოდ იმიტომ რომ მას ეს სჭირდება საკუთარ თავთან, ამ ენერგიის აღება თქვენგან. იმიტომ რომ აქ საკმაოდ რესურსიანი ადამიანები მიყურებთ, მეორე ვარიანტი, ძალიან რესურსიანი ადამიანები მიყურებთ და ძალიან რთულია თქვენი ესე მარტივად დავიწყება. და თუ არ გქონიათ ადამიანთან კონფლიქტი და ისე გაინტერესებთ თუ რას გრძნობს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, მაინც ვიტყოდი, რომ ადამიანი თქვენთან მიმართებაში თავს ბევრად პატარად გრძნობს. ბევრად. რას მიიღებთ ამ ადამიანისგან უახლოეს მომავალში? რას მიიღებთ? თასების დედოფალი და ჩამოკიდებული კაცი. კარგს არაფერს. დარჩებით საბოლოო ჯამში გატეხილი, ეტლის წინ ატირებული, ჩამოძონძილი კაფით, ხო, როგორც იტყვენ, იმიტომ რომ ადამიანს უნდა რომ მაქსიმალურად იპროვოციროს, მიგიჯაჭვოთ და მაქსიმალურად ეს არ არის კარგი ენერგიების მატარებელი ადამიანი, პირდაპირ გეტყვით, ეს არის არიან ესეთი კაცები, ბუტია კაცები რო არიან, აი გულღრძო კაცები რო არიან, გულში რო ინახავენ, ხო, რაღაცა სიბრაზეებს და სანამ სამაგიეროს არ გადაგიხდიან, არ მოისვენებენ, ხო, რაღაცა ესეთი ამბავია, ხო? ადამიანს უნდა რომ იცის რომ მასზე ბევრად ძვირფასი ხართ, მასზე ბევრად კარგი ხართ, მასზე ბევრად
ძლიერი ხართ თუნდაც ენერგეტიკულად და რაღაცნაირად ადამიანი მუდმივად ცდილობს რომ დაგაპატარაო, თან შეეცდება მომავალში თქვათ თუ კი ისევ გაგრძელდება ურთიერთობა და მიიღებთ იმას, რომ საბოლოო ჯამში ისევ მსხვერპლის მდგომარეობაში აღმოჩნდებით. შესაძლოა გქონდათ მანამდე ეს მომენტი და ადამიანი გამყოფებდათ ამ ენერგიებში, ხო? ასე რომ თუ თქვათ ფიქრობთ ისევ აღადგინოთ თუ არა ურთიერთობა, იცოდეთ რომ არა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის გამოვა გამარჯვებული. თქვენი გამარჯვების პედესტალიდან ჩამოვარდებით და ისავა ამ პედესტალზე. მაგრამ თქვენ ხომ არ გინდათ რომ ერთმანეთთან რაღაცები ატოლოთ, ხომ? ეს არ არის ჯანსაღი და ნორმალური და ადეკვატური ურთიერთობა. ამიტომ მიგერჩევდით რომ აი ეს რაღაცა ბოღმა კაცი, ბუტია კაცი გავუშვათ იქ საიდანაც მოვიდა, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ისეთი პატარა კაცის ენერგიებით მოდის ძალიან. კაცში ყველაზე მეტად რაც ძაგს ის დავინახე ხვდებით, ხო? და ამიტომ გეუბნებით. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის შედეგი. მე მაინტერესებს თქვენი კომენტარები, ამოიკითხეთ თუ არა ეს ადამიანი, ვისაც ახლა ვისაუბრე. მეორე ვარიანტი განსაკუთრებით კონკრეტული პერსონაჟი დასახელდა, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს და მეგობრებოდ, დაეხმარეთ არხს. არხი გეხმარებათ თქვენს დაეხმარეთ არხს, რომ უფრო მეტად გავიდეს კიდევ ფართო მასშტაბებზე, კონკრეტულად YouTube-ს გულისხმობ ამ შემთხვევაში. არ დაიზაროთ აქტიურობა, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.